მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? შეიძლება შენთო ლადო არ არისო და აქ არის ვერ მოვიშორე, ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე. ისევ აქ არის. მოცემ მომენტში ვიყოფებით გერმანიაში, დრეზდენში კონკრეტულად ჩვენი ქართველი მეგობრები ვნახეთ. ლადოს მეგობრები და მეც გავიცანე და მეც დავმეგობრდი. ერთი ღამე დაგვიტოვეს, დაგვაპურეს ქართული ხაჭაპურები გვაჭაბეს და ისე გავიხარ და მოცემ მომენტში ახლა მიდივართ პოლონეთში, იქაც გვეპატიჟებიან ქართულ რესტორანში და მოკლედ არ ვიცი, საქართველოში ვარ თუ ევროპაში ვარ თუმცა ბოდიში, მე ბოდიში საქართველო ევროპა რო იცოდეთ. ჩვენი მოტო ევროტური ევროპაში მცხოვრებ ქართველების გაცნობით გაგრძელდა. დრეზდენში უსაყვარლესი ოჯახის გაცნობის შემდეგ გავეშურეთ პოლონეთისკენ, სადაც ასევე დიდი ქართული ოჯახი გველოდებოდა, რომლებიც თავიანთ რესტორან ქართულში გვეპატიჟებოდნენ. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. დიდი მადლობა თეგეტა მოტოს, რომელიც არის მოტოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ასევე უღრმესი მადლობა სოკას, რომელიც ჩემ გვერდით იქნება მთელი წლის მანძილზე და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის. ასევე უღრმესი მადლობა მიწისყრილის Xnex, რომელიც ასევე ძალიან დიდხანს იმეგობრებს ჩემთან და ჩემ გვერდით იქნება. წავედით პოლონეთში? ამე ფოტო გადავიღოთ, თუ სანამ შეხვდება, კაი ადგილი. მართალი ხარ? კარგი ადგილები ვნახეთ, სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ და სოსოს ვიდეოების ყურებაში გართული უკვე პოლონეთშიც შევედით. რა მინდა რამე ცხოველი ვნახო. შევხვდეს ამბერგან არის ეს ირმის ნიშნები, იმიტომ რომ გზაზე ხშირად გადმოდიან ხოლმე და გაფრთხილება არის, რომ ფრთხილად იყვნენ მანქანები. ამაგარი იქნებოდა ხო გადმოირბინოს აქ. მიდი. ირემი ჯერ არა, მაგრამ გარაუცხლოს ნამდვილად გადავეყარე, თუმცა ეგ მომავალ ვიდეოში იყოს. ეხლა მოდით ქართველები გავიცნოთ. გამარჯობა. მოდი ჩაარტყი. აი მოვედით და ეხლა გავიცნობთ უფრო ახლოდან. ჩამოვედით პოლონეთში, ვართ ქალაქ ჟარში. ხო სწორად თქვი. დაგვაპატიჟა აქ ქართველმა სახელად ლევანიმ, ეხლა გამოვა ცოტა ხანში გაგაცნობთ, რომელსაც აქვს ქართული რესტორანი სახელად ქართული. აი ესე გამოიყურება, პირდაპირ ქართული უწერია და აქ ულამაზესი ორნამენტია, რომელიც ჩემ მოტოს სტილში არის ფაქტიურად. ქართული ცეკვა აწერია ასოებით და რა თქმა უნდა, ქართულ ცეკვავენ ბიჭი და გოგო. დავაგებინოთ ქართულ კერძებს, რომელიც ლადოს ძალიან მოენატრა. ერთი ის იყო, რომ ნინის გაკეთებული ხაჭაპური ცოტა დავიკვაყოფილე რა, რაღაცა ქართული გემო, მაგრამ ხიკალი ისე მენატრება. ეს არის ლევანი. სალამ ლევანი კიდევ ერთხელ. ლევანი დაგვიძახა, ჩამოდითო და ჩვენც ჩამოვედით დიდი სიამოვნებით. ესეც ქართული ლიმონათი ნატახტარის. აი, ერთო ჩემ. დიდი მადლობა. აგერ ხაჭაპური. ლადო ცუდად ხარ? და ცუდად არის. ოპა. Because I'm happy. რა, ხინკალი მოვიდა. ძალიან ცუდად. ლადო ისო ხელადო. ხელოვნურის მოგჭირდება. Tot reis de gelaparagat. Jangay. Didi maruwa? Aw, esa maruwa. და დაჟენ თუ უნდა საერთოდ. გამაზაჭირე? ფორტაი კოკევა რა. კოკილია. უი, მართლა. დიძე გადმოწიე? წარმოწოთვალოს. დასაყოლები არიან, ოჯახი არიან და თავიანთი რესტორანი აქვს და უვლიან კარგად და გემრიელად. ეგარი. მოგეწონათ? ძალიან დიდი მადლობა ლევან. უღმესი მადლობა მასპინძლობისთვის. კარგად. უღმესი მადლობა ყველაფრისთვის. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მათი რესტორნის ლოკაცია და ინსტაგრამი აღწერაში მაქვს დატოვებული და თუ პოლონეთში ქალაქ ჟარში მოხვდებით, აუცილებლად შეუვარეთ ლევანს და მის ოჯახს, რომ სამშობლოდან მოშორებით, მარტივად აღმოჩნდეთ ქართულ გარემოში. და ამასობაში იმასაც გეტყვით, რომ ლადომ რადგან ყურის საცობები არ გაიკეთა გზაში, ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო. ო, გესმის? ბენზინა. კი! აუწიხმას! არა, ბიჭო! საძაღარი! კომენტარებში დაწერეთ გავუკეთოთ თუ არა ლადოს დონაციის ლინკი, რომ სმენის აღდგენის ოპერაცია დაუფინანსო. ვაი, მე სავიდარი. ვაი, მე რაცაგას. ვაი, მე ლეძგუც. გამარჯობა. ჩემი ზუგების მონატრებას ერთი ამ სიყვარულმა უშველა. მეორე იშველის რომ კახა სკოლაში, სადაც ზუგები ყავს დატოვებული, ხშირად პოსტავენ ჯგუფში ვიდეოებს. ვიცი ახლა ევროტურის ვიდეოს უყურებთ, მაგრამ ნახეთ რას გვადან. კაიფსო დაუბრუნდეთ ვიდეოს. დაუბრუნდით Deutschlandში.
ოპ, რაღაცა გდია, ამ ხელა ავტომანზე გადმოვდო, ცირცხვილია. მოიცა ძმებო, არ წამოხვიდეთ. თორე ყველანი დაიბრიდებით. არ ბიჭო, ეს უნდა დააგდოთ. ლადო შენ იქნებოდი, რატო დააგდე ძმა? ვილი გავაკეთო? Are you serious, my brother? არ მიყურებს, არ ჯერა ჩემი. აი ხა თქვენ მიყურეთ, მეგობრებო, ნახეთ ვილი გავაკეთო. ვაიცა არ გამოვიდა. აი ვილი იყო 5 სანტიმეტრი იყო, ვილი არის. всё, დიდი მადლობა, წავედ გავაგზავნეთ გზა. ვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ბერლინში ჩასულებს ისევ ქართველმა რომ გვიმასპინძლა, ეგ ნამდვილად იყო. მოკლედ ჩამოვედით ბერლინში, ლადოს მეგობარი დაგვხვდა და გვეპატიჟება სასტუმროში. ქართველების პატივისცემაში ვარ და ძალიან დიდი მადლობა აქეთა ყველას, ვინც ესე გვეხმარება. ლადო გაიყინა ძალიან ცივა ბერლინში საშინელი ქარი არის. არ ვიცი რა ხდება, რაც პროზევით ამეთ მითხრა ცივა, ლოგიკურია, ჩრდილოეთში ცივა, დავით. სანამ მე ჩემ გონებაში ამინდის ამბებს დავალაგებდი, მაქამდე აზიურ ულიმიტო რესტორანსაც ვესტუმრე. რა რაოდენობის და განსხვავების საჭიროებია ვერ აღგიწევთ, უბრალოდ გაჩვენებთ. რა საჭირო აღწერა, ხო აქავარ, ხო გაჩვენებ. და ეს ჩემი პირველი კურსი ჭამის. აი ყველაფერი დავდე, აქ გავამეორე. ნახოთ რომელი იქნება ახლა ყველაზე გებრიელი. Oh my god. მე მოვიდი ეგ რა. სუდეთო. ეთყობა ხიბიმითო. დესერტებზე გადავედი და აღარა ვარ. ხო შეიძლება ძროხა ყოფილიყავი ცოტა ხნით, სამი კუჭით. ვიგრებოდი ახლა კარგად. ქართული ჭაბაზე რო არ ცულ. დიდი მადლობა აქედან მართლა ძალიან პატივში ვარ და დიდი მადლობა. ეხლა მივდივართ ქართველმა მოგწერა რომ ფოტოები შეგვიძლია რომ გადავიღოთ და წავიდეთ კიდევ ერთი ქართველი გავიცნოთ გერმანიაში. ელო, დავითი სასიამოვნოა. მადლობა. ასე გავიცანით გოგას, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და ფოტოგრაფით არის დაკავებული და რა თქმა უნდა მე ჩემი ფოტოების გადაღების გამოცდილებას გამოვავლინე. ესე? როგორ დავატრიალო ვითხარი? კიდე? სხვირი საით იყოს? ესე? დავტოვო თუ მივწიო სადმე? კიდე? სწორად მივხვდი? დავждე? თუ ვერ მივხვდით, გეტყვით რომ ნორმალური ფოტოებისთვის პოზირების გარტყმაში არ ვარ და რა თქმა უნდა გოგოს კითხვებით დავტანჯე. სამაგიეროდ ლადო მიპოზიო რა. აგერ ლადო იღებს ფოტოებს. სწორად ფოტო არა გადაღებული რა. არის ის რა გააკეთოს? პოზები მიხარით რა. ლადო პოზები არ რიცის. აგერ გოგო გხმარება. ლამაზ ფოტოებს გვაღებინებს. მართალია ლადო ლამაზი არ არის, მაგრამ მაინც ლამაზ ფოტოებს გადაუღებს. თუ მარტო 12-ის მერე ახლა ლამაზი. ხავე. არა, ეს რა ვთქი, არ ვიცი. ვიხურე. ხანარი ხურო მინდოდა, არ გამოვიდა. მოდი გავჭრი ახლა ამას. ნახეთ რა მაგრად გასმოვიდეთ გადასაღებად. ეს შუაში არის რეალურად პარკინგი. არაფერს არ ვარღვევთ, როგორც იქნა, არაფერს არ ვარღვევთ. და ისე ვაკეთებთ რაღაც საქმეს. გოგა მართლაც რომ უკარგესი ფოტოები გადაგვიღო, რომელიც Instagram-ზე დავპოსტეთ და ნახვა აღწერაში მითითებული ლინკით შეგიძლიათ. ქალბატონი ჩამომივიდა. და წავედი ხოლმე დავხვდი. ისიც უკვე დაფრენილი თვითონავი და მალე გამოვაკიდევაც. ამასობაში კი ჩვენ ევროტურს ჩემი ქალბატონი და ჩვენი მეგობრები უერთდებიან, რომლების დასახვედრადაც ბერლინის აეროპორტში წავედით, მაგრამ დავითია თუ არ დაიკარგა ყველგან. გავიგარგი, ჩემი გაი, ამხელა ეს აეროპორტი. ვერ გავიგე სადა დაფრენა. Hi, sorry, can I ask you where are arrivals of Terminal 1? And down. Down? Okay. მითხრა ჩადიო. რატომ მითხრა ამოდიო? საწავიდე ჩემო ძმა. ჰა? შუაზე ხო ვერ გავიხიჩები. ერთად რატო არ ხარჩენაო? დავშორდი. არ გაიხუმრობ, ლაზოს არ დავშორებულ ვარ, მაგრამ უკვე გადაადგილების საშუალება სხვადასხვა წერტილში გქონდა და ორივეს კონტენტის განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოგვივიდა. ანუ იმას ვიძახი, რომ ორივე სახი გამოიწერეთ და უყურეთ ვიდეოებს. Hello. Hello. How much is for the boat? So it's like 14 euros for 1 hour. I'll take 1 hour and I want to ask you, can I take a beer with me? Should I just buy beer and come back? Okay, I'll buy beer and come back. მოკლედ ახლა მოვედით ნავებზე გასაკატაებლად. აი აქ არის ნავები და შეგვიძლია გავისეინოთ 14 ევროის 1 საათი. ძალიან იაფია. ეხლა ავიღებ სასმელს, ლუდს თუ აპეროლი ავიღო. მოვიფიქრებ. და ჩავждები ნავში გავიკატავებ. რაღაცნაირი ამინდია ისეთი აპეროლის დავლე მიჩვენი. Can I take one apero? აპეროლი არის ჩემი საყვარელი ალკოჰოლური კოქტეილი. უალკოჰოლო კოქტეილი რატო არსებობს საერთოდ რა შუაში იყო ალკოჰოლური დავამატე. და იტალიაში ჩავალ მაგის გარდა არაფერს არ დავლევ. გერმანელი თვებოდიში რომ ეხლა ლუდი არ ავიღე, მაგრამ აპეროლი ძალიან მიყვარს. მაგალითად ჩემი აპეროლი. Thank you. და აქ იღებ და მიდიხარ ცალკე იხდი. Act. Thank you. დავით მეგობრებო. ამოსარევია. აუ საწუბი არ ავიღე. გამოდაინტრემე ამიღე. ქალბატონი გავაგზავნე საწობზე. მიდი გოგო, მიდი საწობი გამოართ. Dankeschön. კაია. ავედი ნავში, შავეპერთხოთ. ოპა. მოდი. Ciao, ეგ არის. უნდა შემოტრიალდეთ. იქ დამივიჯდე. ოპ. ეგ არის. ერთი. ეს ორი.
მეგობრებო, არ ნერვიულოთ, მე ცნობილი ისა ვარ, რა ქვია. მე ნავე ცხოვრებაში პირველ მატრიალებებს. გამომდის? არა, კარგათა დამყავს ბიჭო, რას ამობ? მე დავდიოდი ამ ამბებზე. წარმოგიდგენთ ვენეციაში ხარ და ეს მე ის ვარ, მომღერალი კაცები რო არიან. O bella ciao, bella ciao, bella ciao, 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 marina. No, 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 no. მიდი მაქვს არ დაყრუდით? ოპა! ეხლა დავარეკე გოგო. სწორად ვიდივარ. შენ ვერ ხედავ სილამაზეს და რა აზრია მინიჭი. მე ვხედავ თავარ სილამაზეს გოგო. შენ გიყურებ. დალაიქეთ მეგობრებო ეს ვიდეო. რა მაგარი კომპლიმენტი გავაძრე ნახეთ. მე დავამუღავ მიმართულება, ჰა? არა, არც ისე, მოიცა. მენავე უნდა გამოსულიყავი რა. დაჯექი იმაზე. კვატემი! ახ მე მივალ კვატასთან. მოდი აქ. მეგობრებო, დღეს საჭმელი გვექნება კვატი. მოდი უნდა შევჭამო. მოდი გოგო. არ უნდათ რომ შევჭამო რო. Are you serious, my brother? ამას უეჭველი მარცხმოწობა არა აქვს. რანაირად დატის ბიჭო. დავედი გავეცალე მეგობრებო, თორე ეს დამეჯახებიან. ეხა უკანს დაეჯახები. ვაიმე, ეხა უკანას დავეჯახები. ვაიმე, ვიბრიდები. უკან ბიჭს დაეჯახები. ვაიმე. უნდა გავსდე ყველას. ხალხო, აქ არ ვიტარებ არიც მარტო მე ვიცი. ფარის არის მეგობრებო Walmart-დან თუ შეიძლება ვნახოთ კამერას. ბიჭო, უეჭველი მიაქ რა მარჯვენა მხარეს რა. რაზვალი აქვს, ასასწორებელია. აუ, ჩემ აპეროს ჩავასხი ეს ტვიცხალი. თქვენ გაგიმარჯვოთ მეგობრებო. არაფერი არ მოგვივა. ჯამთელია ეს ყველაფერი. ცოტა მიზე მოდაკრავს. აქ არ შეიძლება მეგობრებო შესვლა, აქ ცნობილი ის არის რა ქვია ნიანგი, სახელად კანალი. კანალი არ შეიძლება მეგობრებო, კანალს არავის არ ეთამაშოთ. აი ამ ჭიქით მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯვოთ. დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემ YouTube-ს. აქვე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემ YouTube არხი და მადლობა საპორტისთვის მოკლედ რა. წინა ვიდეომ ძალიან ფურორი მოახდინა ჩემ გულში, თქვენც მოგეწონათ როგორც ჩანს და მართლა ძალიან მადლობელი ვარ მაგისთვის. როგორც ესე დამიდექით და ბოლომდე უყურეთ ამ ხელა ვიდეოს. ძალიან რომ მომწერო 50 წუთი ისე გავიდა რომ ვერც ვიგზენიო და ძალიან მიხარი. თუ არ გინახავთ შეგიძლიათ უყუროთ წინა ვიდეოს. გონია რომ ძალიან მოგეწონათ. ეხლა ამ კანალებიდან გამოვალ. კაპიტანი ჯეგმეღურა მეგობრებო. აი, სად არის ჩემი შავი მარგალიტი? აი, ძმებო, პირატები მოგზდებენ. ჩვენავი ფოსტრაფია, მე მოუძებნე ჩემი შავი მარგალიტი. აი, მე ვიღაცას ვიჯახე. ბიჭო, მაგარი რთული ყოფილა ამის მართვა. შეხოთავში გავწიხოთ. აი ვეძებ რა კუნძულს რა, ახალი კუნძული დასაპყრობად მოვიპარო რა, ეს ისა რა ქვია, განძი. ვიპოვით ვიშოვით ფურსა. ფული არ მიშოვნია, მაგრამ ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე GoPro Club Georgia-ს სახით. მათი დახმარებით სენა, კვადლოკი და კიდევ სხვა მოტო აქსესუარები მაქვს, რომელმაც ძალიან გამიმარტივა მოგზაურობა. ასე რომ მადლობა მათ და მსგავს საკითხში დახმარებაზე კი იცით, ვისაც უნდა მიმართოთ. რა თქმა უნდა, საკონტაქტო ლინკი აღწერაშია. მიდი ქალო, მოუსვი ახლა. მიდი დააჭედე. მე რა საკეთებს ესა დავნიშნე. ეს დავნიშნე მომსმელად, ტრაქტორის აქ სადღაცას. ესეც ასე ნავის გამოვცადე პირველად ძიო სხვათა შორის, რომ იცოდეთ და მომეწონა. საკმაოდ საინტერესოა და მარტივიც ყოფილა სხვათა შორის მოსმა. მეგონა რომ შედარებით ისეთი იქნებოდა, რა ქვია. უფრო მარტივი, მაგრამ მარტივი აღმოჩნდა. იმ ფაქტს ალბათ უკვე ყველანი შეეგუეთ, რომ ამ ბიჭს არაფერი ეშველება, მაგრამ ამის და მიუხედავად ძალიან საინტერესო ადგილს ესტუმრა. ეხლა მოვედით ბერლინის კლასიკური მანქანების მუზეუმში. არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ ციტყვი დავალაგო და რამე წინადადება გითხრათ და მოდით ეხლა ერთად დავათვალიეროთ აქაურობა. კაიფასია, ხო იცი? 159 ევროღის. როგორც კლასიკური ძველი სტილის მოდელები არის წარმოდგენილი. ხო და როგორც ქალაქის მანქანები აყენია, ასევე აყენია სპორტკარები. მეგონის არ თუ ფორმულა 1-ის მანქანა, არ ვიცი. მოტოებსაც ხვდებით აქ საკმაოდ ბევრს. ძალიან საინტერესო სანახავია ლაივში ესეთი დონის მანქანები და მოტოები. თქვენი აზრით რომელი მომიხსენებოდა მეგობრებო, ეგ დაწერეთ კომენტარებში. ამ მანქანებიდან რომელს აარჩევთ? დრო მიუთითეთ, მე გადავალ მაგ დროზე, ნახავრა მანქანაა და ვიყიდე. უეჭველი. ამას ჩემი ვაიმე მისიონია. ბევრად დახვეწელია და ბევრად სწრაფიც იქნება. თავს დავდებ. არა, თავს არ ვდებ ერთ დროით, შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს. ახლა გამოიყურება. კაფე რეისერები ცოტა მომწოსნენ ნელა. რაღაც არის უცნაური სტილია და ნელა მოწოს. იცელა, გოგო. დას გავხაში. ძალიან ბევრი მანქანა აყენია მეორე სართულზე და ძალიან მომწონს რომ სელფი ჯოხით ვარ წამოსული და ეს რაღაც გაკეთება შეგიძლია. რაღაცებს მეც ვხედავ და თქვენ განახებთ მეგობრებო პირდაპირ. ასეთში როგორც მუზეუმი, ასევე არის სერვისი, შეგიძლიათ ანუ ჩორლ მანქანები ალბათ დაასერვისოთ. ან შეიძლება მარტო ვინტაჟურ მანქანებზე სერვისი. არ ვიცი ზუსტად. ასევე ფასი რადგან ეწერა რამოდენიმეს მიხვდებოდით რომ შეგიძლიათ ეს მანქანები იყიდოთ კიდევაც, ну ყველა არ იყიდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთი დონის მანქანები მუზეუმი ხოლმე დარჩეს რაღაცას. ესაა ჩემი? აი ეს შემირჩია ჩემო ქალბატონმა, მოდი განახოთ როგორი შემირჩია.
ხვით შევეხე, არავის არ უთხრათ. აწერია რომ არ შეეხოთო, ბითე, nicht beru ხრელი. დიახ, არ შეეხოთო ასე აწერია. აი ესეთი კლასიკური მოტო აყენია ჰარლი დევიდსონის პრუჟინებზე იქ შევსავარაუდოთ, რა თქმა უნდა. საჯდომის ტერი არის ეს. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ custom ჰარლიზე ვიჯექი წინა წელს, პატარები დაახლოებით 1 თვე, 2 თვე. აი პრუჟინები აქვს კამის ქვეშ და საქართველოს გზებისთვის ძალიან ცუდი იყო. შეიძლება სხვაგან ნორმალური იყოს, მაგრამ ძალიან ლამაზი არის. ანუ ულამაზესი სტილის მოტო არის, გინდა რომ დაჯდე და აიარო რა თქმა უნდა. და ძველებურ სტილზეც შესაბამისად ჩაიცვა და გამოიპრანჭო. კაცების გამოსაპრანჭი რეალურად მოტოები და მანქანებია. აქ რასა кайფი რაღაც ხდება სერვისში, რა სილამაზეა. ეს არის სერვისის ადგილი. როგორ ძველებურად და ლამაზად გამოიყურება. ანუ უბრალოდ რო შეგინდა რომ მოხვიდე დაჯდე რა ვიყავ დალიოს ადგილი არის, ვიდრე და სერვისებელი ადგილი. ორი მანქანების არჩევანია იცოცხლე იმდენი. აი დღეს მაგალითად $179 და 80 ცენტი. ტრეინერ პასია. ცოტა იაფი რამე არ არის. აი ეს იაფია, ძმა, 34 წლის. ნახეთ, საკაიფო კაბრიოლეტია, ძველებური მერსედესი. მაგრამ დიდად მოწონს, ცოტა მაგინჯია. აი ეს მინდა ძმაო. დოგვისფერი ალფა რომეო. აქ ასევე არის სუვენირების მაღაზიაც, შეგიძლია შეხვიდეთ, რამე მსგავსი თემატურობით იყიდოთ. არ ვიცი თუ ძალიან მოგწონს მაგალითად ინტერვიუ მანქანები. აუ, დაჟე გადაღება არ შეიძლება ამის რაღაც საწერია. ეს რა არის? რა მანქანაა? Mercedes-ის რაღაც გამოშვება, James Bond-ის ის ხო არა, ფილმიდან ხო არ არის, რაღაცა გავს. Batman-ის მანქანას უფრო გავს, მეგონი ვიდრე ნორმალურ მანქანას. აქ თან მხარეს როგორც ხედავთ, პირველ და მეორე სართულებზე ძალიან ბევრი მანქანაა და ჩასმულია შუშაში. ეგეც წავიკითხე, რომ შეგიძლია სიტყვაზე შენ თუ ყავს კლასიკური მანქანა, შუშაში ჩასმა შეუკვეთო. არ ვიცი, თუმცა ძალიან ბევრი ფული არის ხალხის ის არის, რა ქვია, სერვისები ეგ უკვე, იმიტომ რომ პირველად გავიგე ეგეთ სერვისი, რომ უკაცრავად ჩემი მანქანა და შუშაში ჩავსვა, თუ შეიძლება ჩამისტით. What? ძალიან უცნაურია. მაგრამ აი ფაქტია, რომ შუშის ბოქსებში აყენია მანქანები. აუ, ეს მაგარია, ძმაო. ეს რაყინის მანქანა არ არის? იქ ნავი არის, ხო? რა მაგარია. ნეტა 100 შემილია ზევით ამ კიბეებზე. აუ, პირველად ვიყურები ყატარში. რა სილამაზეა. ეს ღირს აუ ეს ზვირია ძმაო, სადამ აქ მაგდენი? აუ, danke, dass Sie mich nur რაღაცა. დიახ, მაგას ნიშნავს, რომ დავით, შენ შეგიძლია ეს შეიძლება მომავალში. აქეთ რაღაც ძალიან ლამაზებია, სანამ გარეთ გავართ. ნახეთ რა უცნაური მანქანებია. რაღაცნაირი უცხო პლანეტიდან ჩამოყვანილი მანქანებს გავს. ძალიან გამორჩეულად გამოიყურებიან. როგორ წვეტიანია, რა მოდელია ნეტა. ბუჯარი აწერია. არ ვიცი რა მოდელი თუ სხვა რამეს ნიშნავს, ვერ გეტყვი. გარეთ რაც აყენია, ყველას ნომერი აქვს უკვე თავის მინიჭებული. სხვა მოძრაობაშია მოყვანილი ჩვეულებრივად. შეროლეტია. აუ რა საკაიფოა. ცოტა იქ მინარტყამია ძმა, მაგრამ პალიროვკაში ამოვა რა. მიგაჯავ და გააკეთებ ყველაფერს, პრობლემა არ არის. აი ეს მანქანა მომწონს. ფერი არ მომწონს, მაგრამ აი ესეთი მანქანა დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა. რამ სიგრძე ცხვირი აქვს შეხედეთ და უკან ამოკლე Raki. კამაროა თან უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში, ძველი კამაროა. აი ეს საძმო მაგარი. მე თუ კითხავ, აი ეს უნდა იყიდოთ ყველამ. მომიზადეთ. ამას სერიოზულად გავუკეთებ 3 2 Yapa ძმაო, 5-ად ჩამოგიყვანთ. ესეც ასე მეგობრებო, მოვინახავთ ბერლინის კლასიკური მანქანების მუზეუმი. გავს უცხო რაღაცების ნახვა ძალიან სიამოვნებს და რაღაცნაირი ახალი გამოცდილება არის პირადად ჩემთვის. ეს ჩვენი აქტივობა, ახლა გადავიდეთ შემდეგ აქტივობაზე. დავით, რა არის შემდეგი აქტივობა? შემდეგი აქტივობისთვის გავეშურე ლუისისკენ, რომელიც მოტო აქსესუარების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია და მთავარი გეგმა არის ის, რომ რაიმე ერთი აქსესუარი მაინც შევიძინო. არის ყველაფერი ახსოვდა რაც არსებობს ამ ქვეყანაზე მოტოსთვის. ყოველთვის სწორიც გადაღება შეიძლება თუ არა ვიღებ. თუ მეთქენ მერე ვეთქი რომ აი, არ ვიცი თქო. სტანდარტულად ხო? ესენი არის ქალბატონების ნიშნები, სადაც შეიძლება რომ არჩიო შენთვის სასურველი პროდუქტი. თუმცა ხშირად ხდება რომ ქალები მაინც კაცების სექციაში გადმოდიან და იქიდან არჩევენ პროდუქტებს, იმიტომ რომ კაცების არჩევანი ბევრად მეტი არის. ლოგიკურად, იმიტომ რომ ბევრად მეტი კაცი მოტობრბოლელია, მოტომოყვარულია, მოტომძღოლია. კაჩუნდი დავით. ესე რა მაგარებია. მომიხდება? ვითომ მომიხდება? გავიდე MotoGP-ზე. MotoGP-იც არის ფორმულა 1-ის მსგავსია როგორც მოტოებში. აქეთ ბადე დამცავები და სხვათა შორის მე რა დამცავიც ვაცვია, მაგაზე ლამაზი ვერც ერთი ვერ ვნახე ჯერჯერობით. ეხლა მოვიზომოთ რაღაცები და საერთოდ განახებთ. აი ხა ვიცო. Alpinestaris am დამცავს. ნახოთ ერთი რა ლამაზი არის. წართულ ჩაცმელი არის. ორი ფენა არის რომელიც დაიმაგრო და მეორე ფენა მაგდება, არ ვიცი როგორ ეს წუთი. ხალხო სადა ვარ? ვაიმე, ეს არის Alpinestaris დამცავი. როგორია?
მოგწონთ 700 წელი კი ვიცოდი და ვერ გავიგე, თან ლამაზია, მაგრამ თან უცნაურია. ფაქტობრივად ზამთრული ჩაცმელი იყო და არც ერთ კომფორტული არ როცა გინდა როცა ჩაიცვა და წახვიდე, მაგრამ ლამაზი არის. კაი, მოლე ლამაზია, მაგრამ ელესორი ჯობია. ჩემი ელესორი პირველად ჯობია. აი, წავიდეთ სხვა რამე ვნახოთ. აგერ უკვე სპორტული რაღაცეებია, ლამაზები. უბრალოდ ამის ჩაცმას არ ვიცი საშინაო რომ ჩაიცვა ეგეთ რაღაც, იმიტომ რომ ზამთარში ცივია, ზაფხულში რა თქმა უნდა ძალიან ცხელია და აი შუალედური ისენი ამიდები რო არის, ეგეთ დროს გინდება რომ ჰუდი ჩაიცვა და ალბათ მარტო ტრაგეზი უნდა ჩაიცვა და ძალიან ლამაზია, მოდი გაჩვენებთ როგორი ლამაზია, როგორ მიხდება, ჯერ მარტო მაქინა დავიწყოთ. აი ეს ამე გაგჭედავთ, просто წახვიდეთ, ჟირაფო კაცაკ დავსვო, ორი წამი დაჟდეს მიყუროს. პატარა რატომ აქ?ილია. ავტომაში მოვიმატე მეგობრებო. მაერთ შეხედეთ მეგობრე კაია. წავედი ბიჭო შენც. დავიდე ხა ჩემს ყველა სექციაში, ფეხსაცმელი სექციაში, რომელიც ყველაზე ესთეტიურია აბსოლუტურად და ძალიან მინდა რომ სანამ აქედან წამოვალ ერთი მოტოს ფეხსაცმელი ვიყიდო. იდეაში ხა მოტოს ფეხსაცმელი მაცვია, მაგრამ გულისხმობ ტრეკზე რო იცვენ ეგეთ ფეხსაცმელს, რომელიც აი ქალაქში სწორ შეგიძლია რომ ჩაიცო. რომლებიც არის ესე. საბოლოოდ შევიძინო და მქონდეს. შეიძლება ჯამში ერთი 5 ჯერ ჩავიცვა და მე არა კომფორტული იყოს და აღარ ჩავიცვა, მაგრამ მაინც ვიდა რომ მქონდეს. ვიმსახურებ, გიეწოლე აფხელა მოგზაურობაში წამოვედი და არ ვიმსახურებ, მე მგონი ვიმსახურებ. კაი, მოდი ჩავიცოთ. ეს არის 44. მეგობრებო, 44 ფეხსაცმელის ზომა მაქვს, შეგიძლიათ მაჩუქოთ, რაც გიხარდებათ, პრობლემა არ არის. ამაზე და ჩაიცვა ეს ნასკი, ის არ შეიძლება, თუმცა როცა რამე არ იყურება, რა თქმა უნდა, ნასკი ზარაში ჩაიცვა. აი, ლამაზია. წინა კალორს გავსო ესე მითხრეს მომახსენეს და მართლა გავს კალორში წინ და ოუ ძალამაზია. განსაკუთრებით გვერდიდან ეს უგვერდო უნდა იქ. აი ესე რო ვიყო და აი ყავაზე რო გავდივარ. ხო, დღეს 180-ით წავედი მეორეში. წინა ბომბლით შემოტრიალებული უკუღმათან. აქ უკვე ცოტა ძველმოდური სტილის ბაიკის აღჭურვილობა არის, როგორც ხედავთ. შოპერებზე რომ მიდის ეგეთია. კაუბოის ხუდი. მე მგონი მინდა ეს. აი მე სულ მინდოდა კაუბოის ხუდი. ეს წავა კაუბოის ხუდში? აბა შემოხედეთ მეგობრებო. იჰა. აუ ბიჭო, ძალიან მოწონს. რა თქმა უნდა, არ ვიყიდი, მაგრამ ძალიან მოწონს. მაგრამ თავზე გამეჭედა. What's up, man? How are you doing? დავამე გორებო, ვიყიდო. დავიხურო ეს მოტოციკლზე. მადამ. ვიგზავნით. ოიხენ დავით მაიმუნով უკვე. მოდი ხელთათმანებთან და გავიზოვო ხელთათმანებს. ძალიან დიდი არჩევანია. ზაფხულს არავის არ გიჩვენთ, იმიტომ რომ წავითეცეთ ზაფხულის გამო ხელი გავითხელიშე და არავის არ გიჩვენთ. ჯობია რომ ცოტა დაგცეთ ხელებს. აი, აქეთ არის რაღაცა არჩევნები. აუ, ძალიან საკაიფო, მე მგონი, ძალიან მოწონს. როგორ წითელი ძალიან მიხდება ზოგადად. ვაიმე, ეხლა არ მაწყობდა, არაფერი არ მაქვს წითელი. აი, მოვიფიქრებ ეხლა რა ნივთი ავიღო აქედან და რა შენაძენით დავასრულებ ამ აქტივობას. Wenn ich jetzt Sorry. close. Okay. I'll go. That's no problem. და გავიჯენჯილე და დაიწყე შემოურჩი. მაგდებენ. კაი, всё. დავასრულეთ, გავდივართ და ეხლა გაჩვენებთ რა შევიძინე აქ. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მინდა გაჩვენოთ რა შევიძინე, მოიცადეთ. ოპა! ეს შევიძინე, გადავიხადე 4.95 ცენტი. ლუისის მაღაზიაში. ვერაფერი ვერ შევარჩიე, უბრალოდ შევარჩიე, მაგრამ აი 100% რო არ გინდა იყიდო, აი ეგეთი შეგრძნება მქონდა და გადავდე ყოველ შემთხვევაში ლუისში შესვლა და შეძენა. იტალიაშიც მოხდებით აუცილებლად იქ შევალ და შეიძლება იქ ვიყიდო. ფეხსაცმელები შეიძლება უფრო იაფიც იყოს, იმიტომ რომ იტალიური ბრენდი არის, რაც მომიტო რა. ასე რომ ამჯერად დავჭით ყველაფრის ამჯერად დავჭით ამის ამარა. წავედით, გადავიდეთ შემდეგ აქტივობაზე. სანამ ბოლო აქტივობაზე გადავიდოდეთ, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არხის გენერალურ სპონსორს Leader Sports, ასევე უღმესი მადლობა Socars, რომელიც ჩემ მოგზაურობაზე ზრუნავს. დიდი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და დიდი მადლობა კომპანია Snacks, რომ მამარაგებს უგემრიელესი მიწისწყლის კარაქით. და ხო, სანამ ჩემ ბოლო აქტივობას გაგიმხელდეთ, მაქამდე თქვენ გიხდით მადლობას და შეგახსენებთ არხის გამოწერას, რადგან წინ უამრავი თავგადასავალი გელოდებათ, სადაც ვიმოგზაურებ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში, შევხვდები მსოფლიო დონის მოტომბოლელებს და კიდევ ბევრი სხვა. აწი გაუშვათ უკვე ბოლო აქტივობა, სადაც უკვე ქართული სისხლი ამიდობდა. Წარსრაფოთი ჩამოქოდა, ალვის ხიშამოლათალი.
დადაკნა ფოტობია ბესაყვალი შემონათვალი დარანანინინავო დარინანინინავო დარანანინინავო დარინანინინავო ეგრეზე დაიწყარა მოდის ნარიჯის ფერია მოდის გოგო ჩემთან რაღაცა ვაი მწავედით მე ამ გენიალური სიმღერის არც ისე გენიალურად შესრულების ფონზე გემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში